ჩემი ნაძვი უნდა გაჩვენოთ, მოკლედ ყველა თავიანთი ინსტაგრამული და პინტერესტული ნაძვებით იწონებს თავს, მე კი ჩემი ბავშვობის დროინდელი სათამაშოებით და ჩემი ქმრის ბავშვობის დროინდელი სამკაულებით და სათამაშოებით ავაწყე წლევანდელი ნაძვი. 45-50 წლის სათამაშოებს ხედავთ ამ ნაძვზე აწყობილს და რა თქმა უნდა წვიმებით. წელს მაქვს ესეთი რეტრო განწყობა, ნოსტალგიური განწყობა ჩემი ბავშვობის მიმართ. და ყველაფერი ერთად მოვათავსე და მოვაქციე ამ არაჩვეულებრივ ცოცხალ ხეზე. გეცნობათ ალბათ ბევრს აქედან სათამაშოებით. თქვენი ბავშვობის დროინდელი, ჩემი ხნის ვინც ხართ, 40 წლისაც ვინც ხართ, თუნდაც ყველას გემახსოვრებათ აი სათამაშოები. წელს რაღაც მომინდა ასეთი მოგონებების ხე ამეწყო, ჭრელა-ჭრულა, ფერადი ნაძვი, აი ზუსტად ისეთი გამოვიდა, როგორიც მინდოდა. ამ ულამაზესი თბილი განათები წინა ვიდეოში თემოსაყილებში რო გაჩვენებთ, საოცარი განათება აქ აი ამ სინათლე და შუქი აქვს ზოგადად აი ამ ნათურებს უხდება აი ამ ჩემს ძველებურ სათამაშოებს და ზოგადად ამ ნაძვს საოცრად. თქვენი არ ვიცით, მაგრამ მე არ მიყვარს სათამაშოების და წვიმების გარდა არაფერი ნაძვზე. არასოდეს არაფერი ზედმეტი არ მქონდა. თუ არ ჩავთვლით დიდი რაოდენობით სათამაშოებს. მიყვარს სიფარადე, ზოგადად ფერადი ადამიანი ვარ და მიყვარს სიფარადე ყველაფერში და ყველგან. ესეც ჩემი კოხტა ჭრელი, ჩემთვის ულამაზესი ნაძვი. აი ნახეთ აი ზარები 50 წლის. სკიტრები ბევრს გექნებათ კიდე შემორჩენილი დარწმუნებული ვარ. ეს ბუ, რომელიც საჭერით მაგრდება. რომელი ნაჭრის ბაფთები, ხელოვნური ყვავილები და ეს შლეიფები ჯობია აი ასეთ სათამაშოებს, განსაკუთრებით კი მათთვის, ანუ ჩვენი თაობის ქალბატონებისთვის, რაშიც ჩვენი ბავშვობა და ჩვენი მთელი ცხოვრებაა ჩაქსოვილი. 90% ამ ხეზე არის ყველა ესეთი სათამაშო. ეს კი ჩემი ოჯახის ხე, ბევრი ოჯახის ხეც ეძახის, ბევრი ბედნიერების ხეს, ბევრი ფულის ხეს. ჩემთვის ეს არის ოჯახის ხე, მიახლოებით 10 წლის, რომელიც ყოველ წელს წინასაშობაოდ ულამაზესი თეთრი ფიფქებივით ყვავილებით მახარებს. დავკიდე მასეც ესეთი ლამაზი განათება. და არ ვიცი, ეს ორი ულამაზესი ხე მიდგას ორანჟერეაში, ჩემი ოჯახის ხე და ჩემი ბავშვობის ნაძვის ხე. მოგესალმებით კიდევ ერთხელ, ნახეთ ალბათ ჩემი ნაძვი, ჩემსავით თავს კიდევ ვინმე დღეს 21 საუკუნეში ძველი სათამაშოებით ნაძვის ხეს. ასრთა სხვადასხვაობა იყოფა, ახალგაზრდებს, ახალთაობას უყვარს აი ეს ბაფთები, უყვარს ხელოვნური ყვავილები და უფრო არ ვიცი, ინსტაგრამული და პინტერესტული ნაძვები, მაგრამ რაც გინდათ ის დამარქვით, ძველმოდური დამარქვით. რა ვიცი, რა სახელიც გინდათ მოიფიქრეთ, მაგრამ მე ჩემს აზრს არ გადაუხვევ. მე მიყვარს ჭრელი ნაძვი. ლამაზი ოქროსფერი ან ვერცხლისფერი წვიმებით. კენწეროში ადრე ვარსკვლავებს, წითელ ვარსკვლავს ვაცმევდით, ახლა ვარსკვლავები უკვე რაღა დროს ვარსკვლავებია, მაგრამ მე მაინც მიყვარს ნაძვზე ბოლოს ბაფთები და რაღაც ყვავილები კი არა. აი ეს ძველებური
როგორ დავარქვა, აი ნახეთ ალბათ ჩემს ნაცვლს, არის სხვადასხვა ვარიანტები, ოქროსფერია, ესეთი გრძელები, ვერცხლისფერები, რა ქვია, კენჭეროზე დასადგმელ აი ამ სათამაშოს იმის სახელიც არ ვიცი. მოკლედ, ესეთი ვარ ძველებური ტრადიციების მოყვარული, რაც შეეხება ნაცვლს. როგორც ნახეთ, უამრავი ძველი სათამაშო მაქვს, რომელიც ამ ბოლო დროის მანძილზე შევაგროვე, მოუყარე თავი. ზოგი ვიყიდე ქართულ გვერდებზე, Facebook-ზე არის ძალიან ბევრი ისეთი გვერდი, ჯგუფი, სადაც ყიდიან ამ ძველებურ სათამაშოებს. სათამაშოებს ძალიან ბევრი მაჯუკას ჩემმა გამომწერება, ძალიან დიდი მადლობა თეონას, ძალიან დიდი მადლობა მაიას. თანამედროვე სათამაშოები 2-3 წლის წინ, ანუ კი გამომიგზავნა, ნახეთ ალბათ ისეთი წითელკავაში ბალერინები და მოკლედ ამ ძველის და ახლის კომბინაცია ერთმანეთში, რა ჩემი აზრით გამოვიდა ძალიან ლამაზი. არ მიყვარს ნაძვი, რომ დაფარულია აი ამ ვარდებით, ამ ყვავილებით, აი ამ რაღაც ხელოვნური წიწვებით და ნაჭრის ბაფთები გამოვიდა. ინსტაგრამი აჭრალებული, ნაძვი არ ჩანს, სიმწვანე არ უჩანს ნაძვს. სილამაზე დაფარულია ამ უდიდესი დიდი ბაფთებით, წითელი და თეთრი ასეთი შლეიფებით. თქვენი არ ვიცი, გემოვნებაზე არ დაობენ, მაგრამ არა. მე ესეთი რამ ნაცვლებზე არ მომწონს. ბაფთები, ხელოვნური ყვავილები, სხვადასხვა წიწვები, კი ბატონო, კარებზე, ლარნაკებში და სხვადასხვა დეკორაციებში, მაგრამ არა ნაძვის ხეზე. ჩემმა შვილმაც წელს პირველად თავის ახალ სახლში მორთო ნაძვი, მასაც არ უყვარს აი ეს ყვავილები და ნაჭრები და რაღაცეები, მანაც, რა თქმა უნდა, ჩემსავით ჭრელი ნაძვი. არ შეკაზმა, სხვა გემოვნება აქვს, რა თქმა უნდა, მაგრამ მაინც დაიცვა ეს ტრადიცია, არ დაფარა ნაძვის სილამაზე და სიმწვანე და წითელ და ოქროსფერ სადა ბურთებში გააფორმა მისი ულამაზესი ნაძვის ხე. მას სხვა გემოვნება აქვს, მე სხვა გემოვნება აქვს, მაგრამ მაინც ამ ჩარჩოებს არ გადავუხვიეთ და ნაძვი დავტოვეთ ნაძვად და არა ასხმულ რაღაც ხელოვნური ყვავილების და ნაჭრების საკიდად, თუ შეიძლება ასე თქვათ. მოკლედ ნახეთ, ჩემი ადვენტის კალენდრები მაქვს უკანა ფონზე, ეს შუბეკის კალენდარი. მე და ანანომ რო გავხსენით, ხო ნახეთ როგორი საოცარი პროდუქტი იყო, 60 ევროთ ნაყიდი, მე ხავ ნახე საიტზე, ფაზაგლებასშია, თუ არ ვცდები 55 евро ღირს, ფანტასტიკური კალენდარი. აი ეს რომ აჩუქა ანანომ და მისმა შეყვარებულმა პინკ ბოქსის კალენდარი არაფრად არ არგა. მაშიც ფაქტიურად ანალოგიური გადაიხადეს, ამხელა ყუთებია და დევს ერთი ციცქნა პროდუქტების შიგნი, აი როგორც ტუჩის ბალმი, თვალის პაჩები, ტუჩის ფანქარი, ერთჯერადი ნიღბები, არაფერი განსაკუთრებული, მხოლოდ ერთხელ ამომივიდა ისეთი ნორმალური შრატი, თორემ აი ამ ფასში, ორივეს ერთნაირი ფასი აქვს, ნამდვილად არ ღირს ამ პინკ ბოქსის კალენდრის გამოწერა და ვუთხარი კიდევაც, რომ მომავალ წელს თავი დავანებოთ. ეს მესამე კალენდარი გვაქვს კიდე გასახსნელი, იქნებ ჩავიგდო ხელში ამ დღეებში და გავხსნათ. ძალიან მაინტერესებს ამ 25 ევროიან კალენდარში დემიდან რა პროდუქტები ამოგვივა და ამით დამთავრდება ეს ჩვენი ადვენტის კალენდრები. ეს მეოთხე ყუთი ამდელი თანანოს შეუკარი, მოკლედ. დაბადების დღე აქ ახლა 23 დეკემბერს. ისეთი ულამაზესი ბოქსი შეუყვარი და მისალოცი ბარათი და მარგალიტებით შევკარი აი ეს ხუთი. ეს უყვარს წვრილმანები, პატარ-პატარა ნივთები და არა ისეთი ძვირადღირებული რაღაც ისეთი სასწაული საჩუქრები. ყველაზე მეტად უყვარს ბოქსები, სადაც წვრილმანები, კოსმეტიკა, თავის მოვლის საშუალებები, შეიძლება რაღაც ბიჟუტერია, ვერცხლისფერ ბიჟუტერიას იყენებს, იმიტომ რომ არ ვიცი რატო არ უყვარს ოქროსფერი არაფერი, აი საყურეებით ახლა მე ოქროსფერი რომ აქვს,
მისი ნაჩუქარია, ეს გიჟდების მომწონს ეს წვეთები და მას აქვს ვერცხლისფერი, ყველაფერი აქვს ვერცხლისფერი და მეც ვერცხლისფერი ისიც ლამაზი სამაჯური, ახლა ვერ გავხსნის მაგ შეფუთული და აქამდე გადამიღო ვიდეო და მეჩვენებინა თქვენთვის ამ ბოქსის შემადგენლობა. მაგრამ ერთი პროდუქტი, რომელიც ძალიან მოეწონა ჩემთან რო იყო, პირველად დააყნოსა და დატესტა, ეს არის ეს ივროშეს იასამნისფერი ელექსირი. გაგიჟდა გადაერია, აი ამ ფასად ესეთი სუნამო წარმოუდგენელია. როგორც ხედავთ, სისტემატიურ მოხმარებაში მაგ და უკვე მეც მიმთავრდება. 17 евро ღირს, 30 მლ ფანტასტიკური სურნელი აქვს. გაგიჟდა გადაერია და რომ ნახე რომ მოეწონა. გამოვწერე და აი ამ ბოქსში მოვათავსე მის ლამაზ სამაჯურთან, კიდე რაღაც წვრილმანები, მისი საყვარელი კონსილერი, ტუჩის საცხი და ეს შემდეგ. მოკლედ, ანალოგიური ბოქსების გაკეთებას, ესეთი ბოქსების გაკეთებას გეკმავ ძალიან მალე 40,000 გამომწერი რომ ეყოლება 3 ბოქს საუკეთესო პროდუქტებით. აფკინძავთ მე და ანანო და 3 გოგოს დავასაჩუქრებ. კითხვები მექნება გათამაშებისთვის ძალიან მარტივი, მათთვის, ვინც დიდი ხანია თვალს მადევნებს, მათ უკვე არ გაუჭირდებათ ამ კითხვებზე პასუხის გაცემა. მექნება 3-4 კითხვა, რომელსაც გათამაშების ვიდეოში დავწერ, არ მექნება მე არანაირი ისეთი ონლაინ გათამაშებები და რაღაცა სწავლის პროგრამები როა. აი ესეთი მსგავსი არაფერი, უბრალოდ მექნება 3-4 შეკითხვა, რომელზეც მოგიწევთ პასუხის გაცემა და პირველად გაცემულ პასუხს, ანუ პირველ 3 გოგონას კომენტარებში, ვინც ეგრევე თავიდანვე კომენტარებს სწორ პასუხებს დამიძებს, 3-ს დავასაჩუქრებთ ესეთი ლამაზი ბოქსებით. ეხლა მომევიდა ამანათი, როგორც გითხარით, ანანოს დაბადების დღეა 23-ში, 28 წლის ხდება. 28 წლის ხდება და არის როგორც პატარა ბავშვი. 28 წლის გოგოები, 20 დასრულები, ქალები ვით არიან. ეს არის ბავშვი. აი ისეთი მიამიტი, ისეთი უბრალო, ისეთი ბავშვურია, რომ არ ვიცი, ახლა წელს არა და შარშან წინ 26-27 წლის ასაკში, რო შედიოდა სასმელების მაღაზიაში პირადობის მოწმობას თხოვდნენ და ზუსტად დაბადების დღეზე, როდესაც სასმელებს ყიდულობდა მისი მეგობრებისთვის, სუფრისთვის, პირადობა რომ უთხოვეს, ამოიღო და განცვიფრებულმა უთხრა, აი ნახეთ, 27 წლის გავხდიო რა პირადობას მთხოვთ, ну არ ვიცი, ასაკი ემატება, მაგრამ ძალიან ბავშვური რჩებად, რაც ძალიან მახარებს. მიამიტი, ძალიან გულჩვილი, გულუბრყვილო, აი 1 გრამი, როგორ გითხრათ, ტყუილი მაიმუნობა, ფერისტობა, აი მსგავს რაღაცასთან რო ახლოს არ არის და ერთოდ არის ის რაც არის, მაგრამ ერთადერთი ის არის, რომ ენაზე არ ადგება არაფერი, ყველაფერი პირდაპირ უნდა თქვას, გულში არ იხევს არაფერს. და ალბათ ეს გარკვეულწილად კარგი თვისებაცაა თხის რქისთვის. ეს ზოგადად ესეთები არიან თხის რქები, მიზანდასახული, მიზანმიმართული, ამბიციურებიც არიან, არაფერზე არ იხევენ უკან, ოღონდ მათ მიზანს მიაღწიონ, არ გადაუხვევენ გზას, რამე ისეთ შეცდომას არ დაუშვებენ, რომ შემდეგ უკვე ინან უნდა წლების მანძილზე გამოსწორება მოუხდეთ, ზუსტად იციან რას აკეთებენ, რა უნდათ და ისე გეგმავენ მათ ცხოვრებას. მაგრამ აქ მაგალითი ზუსტად ემთხვევა თხის რქების ჰოროსკოპი ჩემს შვილს. ისევ გადავახვიე მე ჩემს აცრს, რაზე გავჩერდი აღარც მახსოვს, იმის თქვა მინდოდა რომ 28 წლის მე რო ვიყავი, მე გაცილებით უფრო დაქალებული ვიყავი, ვიდრე ეს არის. და თან 28 წლის რო ვიყავი, რა ვიცი, ანუშკი რამდენი წლის იყო, 9 წლის იყო, 9 წლინახევრის მე მგონი, და ისა ერთადერთი რაზეც ვეჭიჩინები, რომ საქმრო ყავს, სამსახური უკვე გაქვს, სტაბილურად გეხარ ფეხზე, არაფრის პრობლემა არ გაქვს, თუ საკუთარი სახლი გაქვთ და დროა უკვე შვილი
მაჩუქოთ. იმიტომ რომ 28 წელი უკვე იდეალური მივფიქრობ დღეს, რომ 28 წელი იდეალური ასაკია გოგონასთვის უკვე შვილი რო გააჩინოს. მიუხედავად იმისა, რომ როდესაც უკვე ცხოვრების თანამგზავრი გყავს. ახლა შეიძლება ბევრმა გამგიცხოს, მაგრამ მე ჩემს ასრ მაინც დავაფიქსირებ, შვილის გასაჩენად ნებისმიერი ასაკი მისაღებია და ნებისმიერი სტატუსი. დაუქორწინებელი ხარ, დასაქორწინებელი ხარ, გაშორებული ხარ თუ ასე შემდეგ, არ აქვს მნიშვნელობა, შვილი თუ გინდა, უნდა გააჩინო, როგორც გითხარით, სტატუსს, შტამპს და ასე შემდეგ, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. ის, ვინც საუბრობს თქვენზე ცუდად, ყოველთვის ისაუბრებს და ესეთი ადამიანები არ დაილევა, თქვენ კი თქვენ ცხოვრებას მოვალს უნდა მიხედოთ და გააკეთოთ ყველაფერი ისე, როგორც თქვენ გსურთ, იმიტომ რომ ერთია ცხოვრება და ჩვენ ვართ ჩვენი ცხოვრების თავისუფალი და არა ესა თუ ის ნათესავი თუ მეზობელი, რომელთას მენის შედეგად ჩვენს მიზნებს, ჩვენს სურვილებს ვერ ვახორციელებთ და ყოველთვის მათ ენებზე და მათ რჩევა დარიგებებზე, რომლებიც ხშირად ჩვენს ცხოვრებას, როგორ გითხრათ, უკუღმა მართავენ, ძალიან დიდ ყურადღებას ვაქცევთ. ხო, ეს ჩემი აზრი. ახლა გაჩვენებთ დაბადების დღისთვის ქართული საიტიდან რა სასმელები, რა ღვინოები გამოვწერეთ. მე და ანუშკი, დიდ სუფრას არ ვაკეთებთ, მხოლოდ ოჯახის წევრები, მე, ჩემი მეუღლე, ჩემი მეუღლის ბავშვები, ანანოს საქმროს ოჯახი, მშობლები და დიშვილები, მეუღლე. საკმაოდ ბევრი ვართ ოჯახში, ამიტომ სადღაც 15-16 კაცზე მოგვიწევს ქართული სუფრის გაშლა. აბსოლუტურად ყველაფერს ქართულს ვაკეთებთ, რაც ყველაზე მეტად უყვარს ჩვენს სტუმრებს. ორი ბოთლი გამოვიწერეთ თითო სახეობა. ესე იგი, ეს გვაქვს მუკუზანის გარეშე მე მაგალითად სადღესასწაულო სუფრები ვერ წარმომიდგენია. მეც ისევე როგორც ანას ძალიან გვიყვარს ზოგადად მუკუზანი. და საქართველოში რო იყვნენ ჩარშან ანა, მისი საქმრო და ჩემი ქმრის ბიჭი, დასასვენებლად წასული, პირველად გასინჯეს რესტორანში და მის შემდეგ, სადაც კი შედიოდნენ, ყველგან მუკუზანს ითხოვდნენ და გამოვწერე აი ესეთი მუკუზანი. ეს არის მეღვინეობა ხარება. ორი ბოთლი ეს სახეობა. იქიდან გამომდინარე, რომ გერმანიაში ძალიან რთულია კარგი ღვინის პოვნა, ეს ერთადერთი საიტია, სადაც მე უკვე მესამე თუ მეოთხე წელია ასე სადღესასწაულოდ ღვინოებს ვიწერ. ქინძმარაული ძალიან კარგია, მაგრამ ჩემთვის პირადად მძიმეა. ერთი ჭიქის მეც მე ქინძმარაულს ვერ ვსვამ. ხოლო მუკუზანი შეგიძლია ძალიან გემრიელად მთელი საღამოს მანძილზე 3-4 ბოკალი თალიო, ისე რომ სიმძიმის შეგრძნება არ გექნება და ესეთი ძლიერიც არ არის. რამდენი პროცენტი აქვს ამას ალკოჰოლი? 13% ნახევარი. ღერღილები, საოცარი ღერღილი აქვს, ისეთი სუფთა, ესეთი არ არის ეს ამ საიტის რეკლამა, საიტის სახელწოდებასაც აღარ მახსოვს რა ქვია, თუ ვინმეს გაინტერესებთ კომენტარებში დამიწერეთ და გიპასუხებთ. რაღაც ვაინჰაუს, მგონი რაღაც ესე. ღერღილი ისე მიყვარს ამ საიტის, რომ ამ გვერდიდან ბერლინში აქვს, მე მგონი მაღაზია და ონლაინ მთელი გერმანიით აღწამიან. აი, გარეცხარო არ ჭირდება, ისეთი ქათქათა ღერღილია. აწერია my smell სიმინდის ფქვილი და ღერღილი სიმინდი. თუ ვინმეს მოკლედ გაინტერესებთ, ამ საიტის გვერდსაც შაგიდებთ და გადახედეთ. ესა აქვს მინუსი, რომ ყველი არ აქვს. ქართული იმერული ყველის პრობლემა ყოველთვის ანანოს დაბადების დღეზე სამშრო იწყება. 24-ში ღამედ უკვე შობის ღამეს ავღნიშნავთ. მერე შობის შემდეგ 2 დღე დასვენების დღეა, პირველ 25 და 26 და მოკლედ ამ პერიოდში სულ სტუმრიანობას მოდიან ჩვენთან და ამ შემდეგ და ყოველთვის იმერული ყველის
პრობლემა მაქვს. სულგუნი კი გამოვაგზავნია საქართველოდან, მაგრამ იმერულს ვერ ვაგზავნიებ, იმიტომ რომ მალე ფუჭებადია და მე თუ ძალიან მარილიანი გამომიგზავნეს, რომელიც არ ფუჭდება, ძალიან მარილიანი არ ფუჭდება, არ მიყვარს ეს მარილიანი იმერული ყველი და მოკლედ თხოვნა მექნება თუ ვინმე აკეთებთ გერმანიაში იმერულ ყველს, შემეხმიანეთ დიდი სიამოვნებით შეგიკვეთავდით აი ამ სადღესასწაულოდ ჭადთან. ძალიან გვიყვარს ჭადი და იმერული ყველი. ფხალთან ერთად ბევრს არაფერს არ გავაკეთებ, რა თქმა უნდა 3-4 ფხალს, ძალიან ბევრი ჭარხლის ფოთლები დამიგროვდა, ძალიან ბევრი ჭარხალი მქონდა, ყველა ეხა მოვჭერი, დავასუფთავე, ჭარხლის ფხალს გავაკეთებ, ისპანახს გავაკეთებ, მწვანე ლობიოს ფხალს გავაკეთებ, ბადრიჯანს გავაკეთებ ნიგოზში. ჭადი ყველი, საცივი მექნება აუცილებლად, ინდაური საცივი მექნება აუცილებლად, ღომთან და სულგუნთან ერთად, ხაჭაპური და ლობიანი თავისთავად, ხორციანი ბლინები მექნება და რა თქმა უნდა, მე უკვე სალათები, 1-2-3 სახეობის სალათი საკმარისია. არ ვიცი, ყოველთვის ისე უყვართ ჩვენ სტუმრებს ქართული სუფრა და ჩვენთან მოსვლა, რომ თან ახლა კიდევ ეს ქართული უგემრიელესი ღვინოები რო დახვდებათ. ხო, ეს ღვინოები რო ვიყიდეთ, საჩუქრად ჩამიდეს სუნელები. ერთ-ერთი ძალიან ისეთი პლუს-პუნქტი ამ გვერდის ის არის, რომ რაღაც გარკვეული თანხის პროდუქციას რო ვყიდულობ, საჩუქრად ამ ლიმონათებს, წვენებს ან სუნელებს გიდებენ. მე გუნა 1-2 სახეობის სუნელი თუ იქნებოდა. აი ამ ყუთში, მაგრამ ნახეთ 1-2-3 5 40 გრამიანია თითო სუნელი ჩამიდეს. ესე იგი, ეს არის ქონდარი. ეს გერმანელებიც ხშირად იყენებენ საკვებში, ეს არის ლობიოს სუნელი, ეს არის საცივი სუნელი. აი ზუსტად ცალკე კონკრეტული საცივი სუნელი არ მქონდა. და დამჭირდება. აი შქმერული სუნელიც ვფიქრობ ახლა დიდი ინდაური გვაქვს, ნახევარი ალბათ ნახევარი საცივისთვის გავაკეთე და ალბათ ნახევარს შქმერულსაც გავაკეთე. ნახოთ როში როგორ ჩავედევით, იმიტომ რომ 23-ში ნახევარი დღე ანამუშაობს, დღის მეორე ნახევარში თავისუფალია, 22-შიც ასე, მოკლედ მარტო მომიწევს ფაქტიურად ყველაფერს გაკეთება, საღამოს სამსახურის მერე კი მომეხმარება, მაგრამ მაინც ძირითადად მაინც თავი ქალი ამ ყველაფრის მე ვარ და ხარჩოს სუნელი. მეორენაირი მუკუზანიც ვიყიდე, ეს არის უკვე რთველისის. ეს მუკუზანი ვიცი, შარშანაც მქონდა, უგემრიელესია. კიდევ მესამე ვიყიდე რთველისის ალაზნის ველი. ყველა შავი ღვინოებია. ლუქი წითელი შავი ღვინოები. ეს უფრო მსუბუქი ღვინოა. ალკოჰოლიც შემადგენლობაც 12% აქვს, შედარებით უფრო ნაკლებ ალკოჰოლური. რთველისის მუკუზანს აქვს 13% ალკოჰოლი, ალაზნის ველს აქვს 12 და ეს პირველი მუკუზანი რო გაჩვენეთ, ანუ აი ამ ბოთლს 13.5. ალაზნის ველიც ძალიან მიყვარს, უგემრიელესი ღვინოა. მოკლედ, ერთადერთი სასმელი, რომელსაც ჩვენ ვსვამთ, ეს არის ღვინო. მეც ძალიან მიყვარს ღვინო, ახლა ალკოჰოლი კი არ ვარ და ყოველდღე ღვინოს არ ვსვამ, მაგრამ დღესასწაულებზე ყოველთვის ვსვამ ღვინოს და არაფერს სხვას. ლუდი საერთოდ არ დამილევი ალბათ 1-6-7 წელი არ მიყვარს. ჩემი ქმარი საერთოდ არ სვამს ალკოჰოლს, ღვინოც არ უყვარს და დღესასწაულებზე შეიძლება რაც უფრო ან კონიაკი ან არაყი და რაღაც ესეთი უფრო მძიმე, ესეთი მაგარი სასმელი დალიოს. ხოლო მე და ჩემი შვილი ვართ ღვინისტები, ძალიან გვიყვარს ღვინო. მე ღვინის შვილი ვარ. მამა ჩემი დღემდე აკეთებს ღვინოს. და ესეც მარანის ალაზნის ველი. მოკლედ ორ-ორი ვიყიდეთ ეს ღვინოები. არ ვიცი ამ სუფრაზე ვინც მოდის, ჩემი ქმრის გარდა ყველა ღვინისტია, ყველა ღვინის მოყვარულია. კარგით, მე ხა დაგემშვიდობებით, ერთი დეკორაცია მაქვს სასწრაფოდ კიდე გასაკეთებელი. იმიტომ რომ ამოღებული მაქვს სანთლები და ეს ყველანითი რაც მჭირდება მის დასამზადებლად და ამით დავამთავრებ დღევანდელ ვლოგს და მომდევნო დღეებში გავხსნათ ეს კალენდარი და კიდევ ერთხელ 25 დეკემბრამდე შეიძლება შევხვდეთ ერთმანეთს. ბედნიერ წინა საახალწლო საშობაო პერიოდს გისურვებთ, საახალწლოდ კიდე შევხვდებით ერთმანეთს. დროებით.
ეხლა შევდგები სახელდახელოდ ამ მინის კილებში დეკორაციის სანთლების ჩაწყობას და დეკორაციის გაკეთებას. სპონტანურად ესეთი ბურთები მქონდა, ძალიან პატარა წვრილი ბურთებია, რომელსაც წყალში მოათავსებ და მეორე დღეს ესეთი ბუთქუჩა დიდი ზომის ბურთები გვხვდება. ძალიან ლამაზი დეკორატიული პროდუქტია, მაგრამ ამ შემთხვევაში გჭირდება კილებში ჩასაღრელად, რადგან შემდეგ ბურთებს ან პლასმასის ლამაზ ნივთებს რო ჩავყრით, ზემოთ რო არ ამოტივტივდეს. ანუ შუაში, ცენტრში და ზოგადად ძირში აკავებს ასეთ მსუბუქ დეკორაციებს. ნახავთ ახლა ვიდეოში, როგორ კარგად ჩაეწყობა ყველაფერი და ცენტრში მოთავსება. ანუ რა თქმა უნდა, წყალი უნდა დავასხათ. იმიტომ რომ სანთლები წყალზე ცურავს და ჩავყარე მე სხვადასხვა ფერის ქვები, მარგალიტები, პატარა ნაძვები მქონდა. ყველაფერი რაც გაქვთ სახლში, საახალწლო პატარა ნივთები, დეკორაციები, ბურთები და ასე შემდეგ, გავანაწილე ამ ორივე გამჭვირვალე ბოთლში. აი როგორც ხედავთ, არაფერი არ ამოტივტივდა მაღლა, ზუსტად ამიტომ გჭირდებოდა ეს მსხვილი თეთრი ბურთები. ნახეთ, ყველაფერი კარგად ფიქსირდება წყალში. და ზევიდან, რა თქმა უნდა, წყალზე მოტივტივე სანთლები დავაწყე. ავანთებ ახლა ამ სანთლებს და ნახეთ, როგორი ლამაზი, უბრალო, მაგრამ ძალიან ლამაზი და გახდა დეკორაცია გამოგვივიდა 5 წუთში. შეიძლება დაეტევა კიდევაც შეგნი მეორე სანთელი, მაგრამ ვფიქრობ, რომ ერთით საკმარისია. ეს სანთლები ექშენშიც იყიდება. მე აღარ მახსოვს მგონი თემოდან გამოწერე, მაგრამ მე აღმოვაჩინე, რომ ექშენსაც აქვს. ეხლა უკვე ნამდვილად დაგემშვიდობებით.